უფლება დამცველმა დღეს უკვე თუკი გუშინ გვეუბნებოდა რომ ლუკა კურტანიძე ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა იმას რომ მას არ უცემია მისი ყოფილი ცოლი დღეს უკვე სხვა განცხადებით გამოვიდა ადვოკატი წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ივანე მეფარიშვილი პირველთან საუბარში ამბობს რომ ლუკა კურტანიძე მის დაკავებას უკავშირებს პოლიტიკურ მოვლენებს ამბობს იმას რომ ეხლა არის წინასაარჩევნო პერიოდი და უბრალოდ მისი განეიტრალება და დაკავება სჭირდებოდა კონკრეტულ ჯგუფებს უფრო მეტიც ის ამბობს იმას რომ ხათუნა მიქაცაძე არის ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთ ლიდერთან დაახლოებული პირი და ის გამოიყენეს იმისთვის რომ კურტანიძე წინასაარჩევნო პერიოდში ციხეში გაეშვათ ის უარყოფს ყველანაირ ბრალს ამბობს იმასაც რომ ლუკა კურტანიძეს არ უცემია მიუხედავად იმ კადრებისა რაც მაყურებელმა ნახა ადვოკატი ამბობს რომ მან გამოკითხა მეზობლები რომლებიც ამას არ ადასტურებენ ამ ძალადობის ფაქტს თუმცა როგორც ადვოკატი ამბობს მას არ აქვს ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია რას ამბობენ ის სამართალდამცველები რომლებიც ამ ფაქტის თვითმხილველები იყვნენ, რომლებსაც ლუკა კურტანიძის ხელი მოხვდა კიდევაც და ეს კადრებში ჩანს, რადგან ამ დრომდე პროკურატურას კურტანიძისთვის ბრალი არ წაუყენებია. თავს ცნობს უდანაშაულოდ და მიაჩნია, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ მის მიმართ პოლიტიკური პროვოკაცია. წლების განმავლობაში არაერთი ქალი ამხელდა მას ძალადობაში, საჯარო განცხადებები იკეთდებოდა და ყოველთვის პოლიტიკური იყო, თუ დღეს რატომ შეიცვალა? დღეს ამან მიიღო ძალიან მძაფრი ხასიათი, იმიტომ რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი, ასოცირებული ქართულ ოცნებასთან, ამიტომ არის გარკვეული ჯგუფები, რომელიც ცდილობენ რომ საზოგადოებაში რაღაც გააჩინონ აღქმა განცდა, რომ ეს ქართული ოცნების წევრები ძალადობენ ქალებზე და არიან მოძალადეები. ლუკას პოზიცია არის რომ ხათუნა პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებს. ხათუნა ნაციონალური მოძრაობის წევრების რამოდენიმე ჯგუფთან, პიროვნებებთან, მათ ლიდერებთან არის ახლოს დაკავშირებული. და ეს პროვოკაციაც არის ამ პოლიტიკური ბრძოლის ნაყოფი. ხათუნა რომ ნაცემია და არაერთი დაზიანება და პოლიციელების თვალწინაც კი რო სცემა ლუკა კურტანიძე სულ ბოლო რო ავიღოთ. მე ვისაც ვესაუბრები, ვინც შეესრო მეზობლებს ამას არ ადასტურებენ, ლუკას მხრიდან ფიზიკური შეხება ამ ქალბატონთან იყო. ასევე მოვისმენთ ჩანაწერი, სადაც ლუკა კურტანიძე ეხუეწება დაზარალებულს, რომ აი ეს მოაგვარონ და სამართლებრივი ბრძოლა არ დაიწყოს. გამორიცხული ამ ბუნებაში ასეთი რამე არსებობდეს, რომ ლუკამ კურტანიძემ რაღაც ქალის მიმართ განახორციელა მით უმეტეს სექსუალური ძალადობა. ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ ეს არ არის პირველი ბრალდება ძალადობის წინააღმდეგ, როგორც ისმენდით ჩვენ ადვოკატსაც ვკითხეთ, არსებობს არაერთი საქმე, მათ შორის შაბათის ეთერის გასაჯაროებული მასალები, მაგალითად პროკურატურაც კი ადასტურებდა, რომ ორსული ხალის გაუპატიურების მცდელობას ჰქონდა ადგილი, ასევე გაავრცელა ნოდარ მელაძის შაბათმა აუდიო ჩანაწერი, სადაც ამ ქალს ლუკა კურტანიძე საქმის მოგვარებას ეხვეწება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ამ საქმესთან დაკავშირებით. ადვოკატი ამბობს, რომ ეს სახლი იყო ლუკა კურტანიძის საკუთრება და პირიქით ხათუნამ დაარღვია ყველა წესი. თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით 27-ის ჩათვლით, მაშინ როდესაც ეს ფაქტი მოხდა, ამ სახლის ნახევრის მფლობელი, სადაც ინციდენტს ჰქონდა ადგილი, უბრალოდ თავდასხმას და ქალის ცემას ჰქონდა ადგილი, ეკუთვნოდა ხათუნა მიქაცაძეს, მეორე ნახევარი მფლობელი კი იყო ლუკა კურტანიძის ამჟამინდელი მეუღლე სოფიო მეფარიშვილი, თუმცა როგორც ირკვევა, სწორედ იმ დღეს მოხდა საჯარო რეესტრში განცხადების შეტანა და გუშინ უკვე გადაფორმებულია ამ სახლის ნახევარი ისევ კურტანიძეზე რეესტრმა ეს ცვლილება ასახა რატომ გააკეთა ეს ყველაფერი ბუნებრივია დავსვით კურტანიძემ იმიტომ ხომ არა რომ მას ჰქონდა შემაკავებელი ორდერი და შესაბამისად არ ჰქონდა უფლება ის ყოფილიყო იმ ადგილზე სადაც ხათუნა იქნებოდა და კიდევ ერთ დეტალს დავამატებ რომელიც ჩვენ გუშინ ვრცლათაც მოუყევით მაყურებელს ჯერ კიდევ 21 ივლისს წერდა ხათუნა მიქაცაძე ქობულეთის პოლიციის გამომძიებელს სალომე ცეცხლაძეს რომ მას ჰქონდა ინფორმაცია რომ ის საკუთრებაში იმყოფებოდა კურტანიძე და ის ითხოვდა დაცვას და დახმარებას იმისთვის რომ არ მოეკლა კურტანიძეს რომლისგანაც არაერთხელ გამახტარა ძალადობის მსხვერპლი თუმცა პოლიციას როგორც ფაქტები ცხადყოფს რეაგირება არ მოუხდენია სალომე ცეცხლაძე ამ დრომდე არ გამოჩენილა პოლიციის განყოფილებაში მიუხედავად იმისა რომ არაერთი მტკიცებულება ხათუნა მიქაცაძეს წარდგენილი მისი სხვადასხვა დროს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ამ დრომდე
სანამ კადრები არ გასაჯაროვდა, სანამ ხათმმა არ შეძლო და არ გადაიღო ძალადობის ამსახველის შემზარავი კადრები, მანამდე კურტაინძე არავის დაუკავებია, როგორც გითხარით, ამ დრომდე ელოდება ლუკა კურტაინძე ბრალის წარდგენას, ჩვენ ბუნებრივია დროებითი მოთავსების იზოლატორთან ველოდებით და მომდენო გამოშვებაში გავიგებთ შეუცვლის თუ არა პროკურატურა ბრალს ადამიანს ლუკა კურტაინძეს, რომელიც როგორც ხათუნაც ამბობს ქართული ოცნების მხარდაჭერით წლების განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა და მის მიმართ მიუხედავად არაერთი შეტყობინებისა, ძალადობის ფაქტებისა ამ დრომდე ის არავის დაურჩია.